მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ უნდა გავაგრძელოთ იუპიტერზე საუბარი, იუპიტერი ნიშნებში როგორ ჯდება, სახლებშიც გარკვეულწილად მსგავსი არის, ცოტა სახლებს სხვა დატვირთვა აქვს და უფრო აკეთებ ახლა აქცენტს ნიშნებზე, რომ გადის ნიშნებში, თუმცა სახლებსაც ცოტათი მივაყოლებ ხოლმე. ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი იუპიტერზე ზოგადად რა საჩვენებს ჩვენ რუკაში, ეს არის ჩვენი იღბალი, ჩვენი გაფართოების შესაძლებლობა, ჩვენი ბედნიერების ზონა, სფერო, ესე რომ ვთქვათ, სადა გვაქვს ჩვენ განსაკუთრებული მოლოდინი იღბლის და ზოგადად იღბლის განცდას იძლევა იუპიტერი ჩვენთან, აი რაღაცნაირად ძალიან გამიმართლა, ან ძალიან წარმატებული ვარ, ან მეუღლეში თუ გაგვიმართლა მაგალითად, ან პარტნიორებს როგორ უყურებთ, ან რა ენერგეტიკული ველი გვიზიდავს ჩვენ სხვა ადამიანებში, ძალიან ბევრ რაღაცაში არის ჩართული იუპიტერი. ძალიან ბევრ სფეროში. უბრალოდ თვითონ სოციალური პლანეტა არის და უფრო კარიერაზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, იმიტომ რომ იუპიტერის ზონაში ჩვენ გაფართოების შესაძლებლობები გვაქვს, ეს არის ის ზონა, სადაც სწავლობთ ახალს, სადაც შეგიძლია ასევე სხვებსაც მოუტანოთ რაღაც გაფართოება, მაგალითად, ან ჩვენი უნარებით, ჩვენი შესაძლებლობებით გარემოზე ზემოქმედებთ, ესე რომ ვთქვათ, და წინა ვიდეოებშიც ვახსენე და გავმეორდები, ეს ასევე მიანიშნავს პარტნიორულ ურთიერთობებში, ხალებისთვის პირდაპირ ეს არის მეუღლე როგორი ეყოლება, ან როგორი წარმატებული იქნება თუ არა, მაგალითად, იუპიტერის ასპექტებს და სიძლიერის სისუსტეზე არის აქ თავარი აქცენტი გასაკეთებული, თქვა, როგორ დგას იუპიტერი რუკაში, ეს პირადი რუკის საკითხი არის უკვე დეტალურად რომ გავარკვიოთ იუპიტერის მდებარეობა, იმიტომ რომ უცხოეთს მართავს იუპიტერი პარტნიორულ ურთიერთობებს, კარიერას მაგალითად და სწავლას ზოგადად, აი როცა აქვთ ხოლმე სწავლაში შეფერხებები, ან არ იცის ადამიანმა რა სფეროში წავიდეს, ეს ყოველთვის დაბლოკებული იუპიტერს მიანიშნებს პრობლემები იუპიტერში, როდესაც არ აქვს გახსნილი ადამიანს ეს ენერგია საკუთარ თავში, აქ სუფთა ფსიქოლოგიაში მივდივართ, რაც არ უნდა ასტროლოგმა გითხრათ, ამ სფეროში გაქვს წარმატება და წადი, თუ შინაგანი ენერგია აქ არ მოდის, თუ არ მოიხსნა ის ბლოკები, ქვეცნობიერი ბლოკები, რის გამოც აქვს ამ ადამიანს ეს შინაგანი იღბლის დაბლოკვა, მაგიტომ ამბობთ ხოლმე ასტროფსიქოლოგია, ზოგადად ფსიქოლოგია, ის უფრო რეალური გზა არის, რომ ადამიანმა მოგვაროს პრობლემები და არა უბრალოდ ასტროლოგთან მირჩიე რა სფეროში წავიდე. შეიძლება ასტროლოგი დაგვეხმაროს, რა არის ფსიქოლოგიური ენერგეტიკული ბლოკები ამ იუპიტერში, რაც ბლოკავს პირდაპირ ადამიანის გაცნობიერებას, თუნდაც რომ რა სფეროში წავიდე, არ ვიცი, ხომ? იმიტომ რომ რეალურად არის ეს სფერო, ყველას რუკაში არის მინიშნება რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს, უბრალოდ რაღაცა ბლოკავს. გულახდეათ რომ გითხრათ, ეხლა ყოველ დღე კონსულტაციები მაქვს და როგორც წესი თერაპიულად გავდივართ. ყოველთვის შემთხვევასთან მივდივართ, რაც იუპიტერს უბლოკავს, აღმავლს უბლოკავს ადამიანს, მაგალითად, აი ეს როდესაც შიდა კომპლექსები, შიდა შიშები ძალიან ძლიერია, გაუბედაობა, ბავშვობის ტრავმები, ყოველთვის იბლოკება აქ იუპიტერის ენერგია და უჭირთ ხოლმე მერე ორიენტირება, ან მოდის სანახევრო იღბალი, ან მოდის და არ არის ადამიანი სრულად კმაყოფილი ამ ყველაფრით, ხომ? აი ძალიან მოკლედ რო აგიხსნათ იუპიტერული ენერგია. თუმცა რადგანაც მთელ რუკას აქვს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უბრალოდ ვინც ინტერესდებით სწავლა გინდათ ასტროლოგიის, მაგალითად, ახლაც უფრო მაგალითებით და პირადი რუკების გარჩევებით სკოლა მაქვს ასტროლოგიური, წელიწადში ორჯერ ვატარებ ხოლმე კურს, ორთვიან კურს, ახლა მარტშიც მექნება, შემდეგი მარტი-აპრილი, ესე დაახლოებით, შემდეგი მიღება, ახლა გადის კურსი უკვე. და იქ უკვე არა მარტო თეორიულ პრაქტიკას, უფრო თერაპიულად, ფსიქოთერაპიულად გავდივართ ხოლმე, აი ჩემი პრაქტიკით როგორ მუშაობ რუკებზე, ამას ვასწავლე ხოლმე, რომ რეალურად პრაქტიკულად გამოყენებადი იყოს ასტროლოგია და არა ისე უბრალოდ ჰაერში, კოგნიტურად ჩაყრილი ინფორმაცია და ვცდილობ ხოლმე ამ ვიდეოებშიც გადმოგცეთ ის ინფორმაცია, თუნდაც ჩემ პრაქტიკებში რაც არის, რა გამოცდილებაც მიიღია ახლა უამრავი წლის მანძილზე ასტროლოგიაში და როგორ მუშაობს რეალურად, აი მარტო იუპიტერზე რო ავხსნათ, ხომ? აი ასპექტები რო არ განვიხილოთ და განვიხილოთ უბრალოდ ნიშნებში. ცოტა სახლებსაც მივაყოლებ ეს პლანეტა. ახლა წინაზე მოვედით სასწორამდე, იუპიტერის სასწორამდე და ავხსენი, რომ ერთი მინდა იცოდეთ ყველამ, რომ იუპიტერი ადამიანზე მოქმედებს ენერგეტიკულადაც, აი რომ შეხედავთ ადამიანს, ხო?
ნუ იქ რა თქმა უნდა ასციდენტი გარეგნობა იქ ვენერაც ქალის რუკაში ან კაცის რუკაში მარსის ყველაფერი ნელა აყალიბებს ენერგეტიკას მაგრამ იუპიტერი საკმაოდ ფისო გამოდიაკეთ იუპიტერი საკმაოდ აჩვენებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს ყველას ეთყობა ხოლმე აი თუ ვინც დაკურებულია და კარგად ერკვევა ასტროლოგიაში შეგვიძლია ადამიანის იუპიტერული ენერგია დავიჭიროთ აი როგორც კი ურთიერთობაში შევალთ კონტაქტი გვექნება ადამიანთან მით უფრო აი მისი ინტერესების სფერო მისი შინაგანი შარმი როგორ ვლინდება აქ იუპიტერს ძალიან ადვილად დავინახავთ ახლა ვინც კარგად ერკვევა ნიშნებში ამას გაარკვევენ იუპიტერი როდესაც მორიელშია მაგალითად ხო იუპიტერი ვიცით რომ აფართოვებს ყველაფერს ყველანაირ თვისებას ნიშნის ადიდებს კარგსაც და იცოდეთ ნეგატიურსაც ცუცე ხარ ვიტყვი მაგრამ ნეგატიურსაც და შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში შინაგანი ღირებულებითი კრიზისიც პოზიტიური ნაცვლად მაგალითად მაგრამ პოზიტიურად თუ ავლენს ან დაიჭერს ადამიანი იუპიტერულ ენერგიას კარგად მასში შეიძლება გამოვლინდეს ზომიერი ოპტიმიზმი, იმიტომ რომ დაზიანებული ან ნეგატიურად დატვირთული იუპიტერი, როგორც ეს არის ზომიერების მიღმა, ოპტიმიზმი, გარისკვა, მაგალითად, ან ზედმეტი იმედები და მე რო არ სრულდება, ანუ გადამეტებისკენ არის იუპიტერი ყოველთვის ორიენტირებული, ამიტომ ნიშანს ყოველთვის იმ თავის ნიშნის და სახლის მიხედვით აფართოებს და გადამეტებისკენ მიმართავს ადამიანებს. ეხლა იუპიტერი მორიელში, აი ძალიან პრაქტიკულად, სანამ ეხლა ისეთ ანალიზზე გადავალ, ძალიან პრაქტიკულად რო გეტყვით, მორიელი მართავს, აი მე ვინც ხვდებიან ხშირად ძალიან ხოლმე, მაგალითად ამ იუპიტერით რომ მუშაობენ, აი სუფთა კარიერულად რო გითხრათ, მაგალითად, აი ვერსად ვერ იპოვა სამსახური და მუშაობს ან კაზინოში, ონლაინ კაზინოში მაგალითად, ან საბანკო სფეროში მუშაობს ადამიანი, ან უსაფრთხოების სფეროში. მაგალითად, შეიძლება იყოს უბრალოდ ექიმი ან რადიოლოგი, ხო, ეს მორიელური თემები არის. ყველაზე ცოტა მაღალ განვითარებაში, ან უფრო კარგად რო სიღრმისეულად დაიჭერს იუპიტერს ადამიანი, ან იოგის სფეროში არის, ან ეზოთერიკის სფეროში, ან უსაფრთხოების სფეროში შეიძლება მუშაობდეს ადამიანი, თავდაცვის სფეროში შეიძლება მუშაობდეს, ანუ მორიელის თემები რაც არის საბანკო სისტემა, უსაფრთხოების სფერო, ეზოთერული სფერო მაგალითად და ქირურგია, რადიოლოგია, ეს ყველაფერი მორიელთან არის დაკავშირებული და სხვათა შორის სარისკო სფეროშიც ან გამოძიება კვლევა სადაც არის საჭირო, მანდაც ხშირად ხვდებიან ხოლმე გამომძიებლები ან გამომძიებელი ჟურნალისტი მაგალითად. ანუ მარტივად რო გითხრათ, როდესაც იუპიტერი ყავს მორიელში ადამიანს და აი მაგალითად წავიდა ახლა ჟურნალისტიკაში. აინტერესებს ხო ანუ აღმავალი ყავს, ან მესამე სახლში ყავს ეს იუპიტერი. ნუ აი რაღაცნაირად რუკა უწყობს ხო წავიდა ჟურნალისტიკაში. ეს არ იქნება ჟურნალისტი მარტივ ინფორმაციებზე. შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გააკეთოს, ან მუშაობდეს ძალოვან სტრუქტურებთან, მაგალითად მიმაგრებული იყოს თემა კონდეს სამხედრო თემატიკა მაგალითად რომ თუ იუპიტერი მშუბლოსანი უფრო პოლიტიკური სფეროთი იმუშავებს ჟურნალისტიკაში იუპიტერი მორიელი ან სამხედრო სფეროში ან ეკონომიკის განხრით იმუშავებს მაგალითად ანუ მორიელური დატვირთვა აუცილებლად ენერგეტიკულ დონეზე და ფსიქოლოგიურ და რეალისტურ დონეზეც ექნება. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. მორიელი მართავს ხვის ფულს სხვების რესურსებს, ინვესტიციებს და სხვათა შორის ახლა ვინც კი სერიოზული დიდი შემოსავლის მილიონრები და ასე შემდეგ არიან, ძალიან ხშირად ეს იუპიტერი ყავთ ინვესტიციების ხარჯზე დიდრდებიან. ან მათი გაფართოება, მათი შესაძლებლობები ინვესტიციების შედეგად, ან რაღაცაში ჩადო დიდი ფული მაგალითად, ხო, ან დააფინანსა რაღაც ტექნოლოგიური პროექტები და იმან მოუტანა რაღაცა დიდი შემოსავლები. აი ესეთი აი რაც უფრო გარისკავს, მით უფრო თანხით გარისკავს, ან ენერგიას ჩადებს, აი მით უფრო უმართლებთ. მორიელი არის მძაფრი შეგრძნებებიც, მეგობრებო, თუ ვინმე მრბოლელი, ფორმულა 1-ის მრბოლელი რაღაც გამორჩეული მინახავს, ან იუპიტერი მორიელში ყოლიათ, ან მერვე სახლში. აი გამოკვეთილად იღბალი რო აქვთ სარისკო სპორტში მაგალითად, ხო? ან ბოქსიორები, ან აი ესეთი სპორტი, სადაც გამძლეობა და აი ბრძოლა არის საჭირო, ხო? მებრძოლი ფსიქოტიპი, შინაგანი მებრძოლი ფსიქოტიპი შეიძლება გამოვლინდეს
ამიტომ გეუბნებით რომ პირად რუკაში აქ გვაჩვენებს აი ეს იუპიტერი რა მიმართულებით უფრო წავა ხომ იქნება ეს მებრძოლი იქნება ეს მაგალითად ბიზნესმენი იმიტომ რომ ბიზნეს მართავს იუპიტერი შეიძლება სხვათა შორის ძალიან ადვილად უვარდებოდეთ ესეთი ფული კორუფციული ფულიც არის ამისი მაღალი ალბათობა ან აი თუ საჯარო სამსახურში მოხდებათ რაღაც შეიძლება ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს რომ გამოიყენოს ცოტა ესეთი შემოსავლები. გვერდ კანონს გვერდით ავლით რო არის ხოლმე, ხო? ეს არ არის აუცილებლობა, უბრალოდ აი ეს იუპიტერი დიდ შესაძლებლობებს იძლევა ცოტა ესეთი მორიელური ფულის ესე რო ვთქვათ და ინტერესიც აქვს ხოლმე. შინაგანად სიმდიდრის ან დიდი გავლენის ან ძალაუფლების სურვილი არის. სადაც არიან, აი თუ არის ახლა ადამიანი სერიოზულად რომ თავის რუკას ძალიან მაქსიმალურ დონეზე იყენებს თავის შინაგან შესაძლებლობებს, ძალაუფლებაში ადვილად შედიან ხოლმე, უყვართ ძალაუფლება, გავლენები, ან უბრალოდ ძალიან კარგი სამხედრო ანალიტიკოსი იყოს, ან აინტერესებდეს ომზე ყველაფერი კაცების შემთხვევაში, ხო, აქ, ან კარგი მსროლელი იყოს ადამიანი მაგალითად, ხო? იარაღებს ფლობდეს, ან იარაღების მაღაზია ქონდეს მაგალითად, ან უსაფრთხოების ელემენტები ქონდეს ბიზნესში. აი ეს როგორ გითხრათ, სეიფები მაგალითად, ან სახლის დაცვის სისტემა მაგალითად, ან თვითონ გახსნას უსაფრთხოების რაღაც აი და როგორ გითხრათ სხვა უსაფრთხოების ან ესეთი ფირმა გააკეთოს, რომელიც რაღაც დაცვასთან არის დაკავშირებული. აი ძალიან მარტივად რო გითხრათ. აი როდესაც არის იარაღთან აქ თემები მაგალითად, ხო? აი თქვათ ადამიანს აინტერესებს იარაღები. ძალიან ხშირად ეს იუპიტერი მორიელი ვლინდება როგორ იცით, რომ ან სარისკო სფეროები იზიდავთ, ან იარაღები, ან თავდაცვა, ან აი უშუალოდ შეიძლება დაინიშნოს კიდეც, ახლა ძალიან ბევრი გენერალი არის იუპიტერი მორიელის წარსულშიც მაგალითად, ანუ აი ეს ძალოვანი სტრუქტურების თემა ძალიან იზიდავთ და სერიოზული იყვალის აქვს ხოლმე ამ სფეროებში. მაგრამ ასევე იუპიტერი ქმნის კრიზისებს, ასევე იუპიტერი ქმნის, რომ შეიძლება თუ დაზიანებული არის, შეიძლება აქ საცთურივით შემოვიდეს, აი იყოს სულ მუდმივად ძაფ შეგრძნებებში ადამიანი მაგალითად, სულ დიდ ფულთან კონდეს საქმე, ადრე მინახავს ერთი ადამიანი, რომელიც სულ დიდი ფული ტრიალებდა მასთან, სალაროსთან ჰქონდა ურთიერთობა და ვერც მიხვდა ისე, კურო ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ ვერც მიხვდა ისე აბალებში გადავიდა. ძალიან ხშირად შემხვედრია ეს სცენარიც და მან უყურებთ უკვე მთელ რუკას, ხო არ არის ამის რისკი, მეორე სახლებები ერთმანეთთან როგორ არიან მაგალითად და მე მაგით ვხვდებით, ეს შეიძლება გათამაშდეს ესე თუ არ გათამაშდება ესე. პირად რუკაშიც ეს რა თქმა უნდა უკვე ზუსტად ჩანს ხოლმე, მაგრამ იუპიტერი გადამეტებას იძლევა, გადამეტებული რისკი, გადამეტებული მაგალითად აი დიდი ფინანსების მოთხოვნილება. ეს არ არის იუპიტერი კურო, რომელსაც უყვარს შრომით, სილამაზით, სტაბილურობით შექმნას თავისი გარემო. ეს არის აი ერთხელ გავაკეთე რაღაც სერიოზული პროექტი და დიდი ფული ავიღე. იუპიტერი მერვე სახლით ზუსტად ეგრე მუშაობს, ხო? ან პროექტების ფული, ესე მერვე სახლი უფრო მეუღლის ფული არის ხოლმე და უფრო არის ხოლმე გაფართოება, ან ბიზნესმენი მეუღლე მაგალითად, ან დიდი ფულის პატრონი, ან შემდეგ დანაკარგიც შეიძლება იყოს მაღალი, მერე მომატება, ანუ აი სულ აი ესე იცის იუპიტერმა შემოვა დიდი ფული, მერე შემოვა დიდი ვალები, მერე ისო დიდი ფული, აი ესეთი ცვლილებები ახასიათებს ამ იუპიტერს. მე პოტენციალურად გიყვებით ახლა თორე თვისთან როგორ თამაშდება, აქ პირად რუკას უყურებთ, რა თქმა უნდა, მთლიანად ვარჩევთ დეტალურად ყველა სფეროს, ყველა ნიშანს და მართველებს სახლის, ენერგიებს და ადამიანსაც ველაპარაკებით, რა თქმა უნდა, როგორ ცხოვრობს, რა მიმართულებით არის. ძალიან მარტივი თემით, აი თუ იუპიტერი მაგალითად ყავს კირჩხიბში ადამიანს და ძალიან საყოფაცხოვრებო დონით ეს ადამიანი ან დალაგებებზე მუშაობს, ან სახლის საქმეებში არის, ან უძრავი ქონებით ვაჭრობს, მაგალითად, ან აინტერესებს ეს სასტუმროები,
მაგალითად ეს კერჩხებული თემები, იუპიტერი მორიელში ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მარტივად შეიძლება მეუღლის, ხალის შემთხვევაში მეუღლის ხარჯზე იყოს მაგალითად, ან შინაგანად კონდეს განცდა, რომ მას ენერგიები აინტერესებს, ეზოთერული სფერო აინტერესებს, ყველაფერი რაც ჩაღრმავებას მოითხოვს, ყველაფერი რაც აი შინაგან კდომილებას მოითხოვს, რაღაცა ერთი პროცესი, აი გავრისკო რაღაც, აი სადამდეა ჩემი შესაძლებლობები ეს რო გავიღო, ხო? საკმაოდ ამტანობის, საკმაოდ სიღრმის ენერგია არის იუპიტერი მორიელში, ძალიან ბევრი ქირურგი, ექიმი, emergency ექიმიც მაგალითად იუპიტერი მორიელით არის, ინტუიცია აქვს, ძალიან ღრმა ინტუიციურად მუშაობენ, სიღრმისეულად და ყველაზე კარგად მუშაობს ეს იუპიტერი მხრივ, დამერყვა ის მინდოდა მეთქვა, ანუ როგორც ის კერჩხებში მაგალითად ძალიან ჩვეულებრივ დონეზე ის იმუშაობს, მორიელთან ხოგენებით ან კაზინოები არის ეს ონლაინ კაზინო, ძალიან ბევრი მუშაობს ამ იუპიტერით, აი ესეთ ადგილებში მაგალითად შეიძლება მუშაობდეს ძალიან ისეთ ჩვეულებრივად ყოველდღიურ ასპექტში ან ბანკში, ან იყოს იმაში, რა ქვია მას, სადაზღვევო კომპანია. ეს მორიელი არის სადაზღვევოები, ან სხვის ფინანსებთან სალაროში იყოს ადამიანი და დიდ ფულთან ვიღაცების დიდ რესურსებთან კონდეს ურთიერთობა. აი ეს არის ძალიან გამოხატული, ყოველ ნაბიჯზე ჩვეულებრივ ცხოვრებაში რო გვხვდება ეგეთი იუპიტერი. უფრო სიღრმისეულად ეს არის უკვე დიდი ფინანსების რისკის, ბიზნესის მქონე ადამიანი, ან ეზოთერული კუთხიდან სერიოზული ფსიქოლოგი, ღრმა თერაპევტი, ეზოთერული თერაპევტი მაგალითად, ყველაფერი რაც არის სიღრმეებთან, ეზოთერიკასთან დაკავშირებული, იკვლევენ ამ თემებს, ოღონდ მანდაც მთელი რუკა არის საჭირო, რო ინახოს, ახლა შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი ეზოთერულ სფეროში დაზიანებული კონდეს რაღაცები ადამიანს, რომ ეს სიღრმეში კვლევა კი იყოს, სხვისი ფულის მიზიდვა იყოს, მაგრამ ბევრი სხვა რაღაცა იყოს იქ დასამუშავებელი. ამიტომ გეუბნებით, რომ პირად რუკაზე რომ მოდიან და იუპიტერზე მუშაობთ, პირდაპირ იქ ან შემთხვარეზე გავდივართ, ან სატურნის ასპექტებზეც გავდივართ, რომელიც ბლოკავს ამ რეალურად ენერგია არის და ბევრი სხვა რაღაცები ეჯახება და იბლოკება აქ ენერგია, ხო, ამას ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. იუპიტერი მშვილდოსანში საერთოდ სხვა ენერგეტიკაა, რო შეხედავთ ესეთ ტიპებს, შეიძლება იყვნენ ძალიან ოპტიმისტურები, ძალიან გახსნილები, ცოტა ესეთი გურუს ტიპაჟები, აი მორიელი იუპიტერი თუ რაღაცა ცოტა ესეთი მაგიური ენერგეტიკული ველი აქვს, რაღაცა აი გიყურებენ ცოტა ესეთი სიღრმისეული თვალებით, ხო? იუპიტერი მშვილდოსანი ეს არის ოპტიმისტი, გურუს ტიპაჟი, შეიძლება არაფერი არ იცოდეს საერთოდ, მაგრამ ჰაბიტუსი კონდეს ესეთი რაღაც გამომხატველი, ესე ძალიან ყოველდღიურ ამბავში გიყვებით. კარგად თუ ამუშავებს ამ იუპიტერს ადამიანი, ეს არის საკმაოდ კარგი პედაგოგი, საკმაოდ სიღრმისეულად მცოდნე, ზოგადად ყველაფრის, იმიტომ რომ იუპიტერი მშვილდოსანში ძლიერია და დიდ გაფართოებას იძლევა, დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ადამიანებს ძალიან ამ იუპიტერით დიდი შესაძლებლობები აქვთ ცხოვრებაში, რასაც ხელი არ უნდა მოკიდონ, ყველაფერი შეიძლება გამოვიდეთ ძალიან ფართოდ, ძალიან დიდად, ყველაზე ნეგატიურ შემთხვევაში თუ რუკა არ უწყობს ხელს, ეს არის გადაჭარბებული რისკიანობა, ცოტა ავანტიურიზმიც, ან ზედმეტი ოპტიმიზმი ყველაფერში გამოვა რა მოხდა მერე. და ხელშესახები არ კონდეს სერიოზულად ადამიანს, ხო, არაფერი. ყველაზე ესეთი გავრცელებული იუპიტერი მშვილდოსნით, ბლოგერები მაგალითად, მოგზაური ბლოგერი იყო საერთოდ. ძალიან გავს აქ იუპიტერ ტყუპს, ისინიც კომუნიკაციაში არიან იუპიტერი ტყუპები მაგალითად, კამერა რო გიჭირავს და ლაპარაკობ, მაგრამ მშვილდოსანი იუპიტერი ეს უფრო ცოტა ისეთ ყველაფერზე ლაპარაკობს, აი, ან პოლიტიკაზე შეიძლება, სხვათა შორის რამოდენიმე ჟურნალისტს აქვს ჩვენთან იუპიტერი მშვილდოსანი, რომელიც კონკრეტულად პოლიტიკური თემებით აქტიურდებიან, აი, ესეთი გლობალური თემები არის უფრო მათთვის საინტერესო, ხოლმე გლობალური პოლიტიკა არის ძალიან საინტერესო მათთვის, ან პოლიტიკა თუ არა, ან მოგზაურობა იზიდავთ უბრალოდ, ან ვაჭრობა უცხოეთთან მაგალითად, ან არის შინაგანის განცდა, რომ მე დიდი შესაძლებლობები მაქვს და აი
გადიდება იყოს სულ სურვილი შინაგანად, რომ ისიც მინდა, ესეც მინდა ვისწავლო, ისიც გავაკეთო და აირიოს საბოლოოდ ადამიანი, რომ რაღაც აი ერთი მიმართულებით რომ ვერ გაფართოვდეს, იმიტომ რომ მშვილდოსანი ეს არის ერთი მიმართულება, რომელიცშიც მაგარი უნდა იყოს ადამიანმა. შეიძლება ეს იუპიტერი მესამე სახლში ხვდება და იქ უკვე იუპიტერი იცვლის თავს, ხო? მესამე სახლი არის რომ ინფორმაციები ისიც მაგალითად. და აქ იყოს დიდი რაღაცა მასშტაბური ბევრი მიმართულებით. ამიტომ გეუბნებით პირად რუკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეცხრე სახლში რაც არის იუპიტერი უფრო მოგზაურობებში მართლებთ, ან ლექტორები შეიძლება გახდნენ, ან პედაგოგები გახდნენ, ან პოლიტიკურ სფეროშიც იყვნენ ზოგადად, ხო გეუბნებით მშვილდოსანი ეს პოლიტიკა, მოგზაურობა, ლექტორობა, ან ბლოგერობა. აი ეს სფეროები არის დიდი შესაძლებლობებით და სულ მუდმივად რომ ოპტიმიზმი გქონდეს ადამიანს, ხო რომ აი მე ვთვლი ჩემ თავს იღბლიანად. აი ეს განცდა სულ აქვს ხოლმე იუპიტერ მშვილდოსნებს, რაც არ უნდა არ იყოს ეგრე მომენტებში. მაინც რაღაცა ხდება ისეთი, რომ უმართლებთ. აი სადღაც თუ გაიჭედებიან, მოულოდნელად არსაიდან შეიძლება იღბალი გაჩნდეს. ეს არის ძლიერი იუპიტერის მანიშნებელი, ხო რომ მაინც რაც არ უნდა დაზიანებული იყოს, მაგალითად იყოს მაინც იღბალი. ამის ხარჯზე, ოპტიმიზმის ხარჯზე გაძრონენ რაღაცებში, ესე რომ ვთქვა. მაგრამ შინაგანად იუპიტერ მშვილდოსნებს მაინც იზიდავთ განსაკუთრებით ახლა ისე გეუბნებით ახლა ქალებსაც და მამაკაცებსაც, აი გურუს ტიპაჟები, ან უცხოელები, უცხო კულტურიდან შეიძლება, ან ადამიანები, რომელიც რაღაც ისეთ მასშტაბურს ლაპარაკობენ, მასშტაბურ სფეროში არიან მაგალითად, ხო, ინტერესის სფერო ეს არის, ან უბრალოდ უცხოეთში ემიგრაციაში კონდეს კარგი წარმატების შანსი. ზოგადად შაბლონად ესე არის იუპიტერი მშვილდოსანში, რომ უმართლებთ უცხოეთში, თუმცა ძალიან ბევრ რაღაცას გააჩნია მანდ უკვე პირად რუკაში, ეს კონკრეტულად უცხოეთს ეხება და თავის სფეროში, აი კლასიკურად შეიძლება იყოს დოქტორანტი ადამიანი, ან რაღაც სერიოზული მკვლევარი, მეცნიერი, რომელიც სერიოზულ ავტორიტეტს აგროვებს თავის ცხოვრებაში, რაღაც სერიოზული ფიგურა იყოს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხა ერთი წლის განმავლობაში იუპიტერი არის ნიშანში, რამდენი ადამიანი იბადება მაგ პერიოდში, ხა ყველა პროფესორი ვერ გამოვა, ხო? ვიღაცა იქნება მოგზაური, ვიღაცა იქნება უბრალოდ ფილოსოფოსობს ესეთი, რაღაც აი გურუს ტიპაჟები, ხო? და ყველაფერზე რომ თავისი აზრი აქვს და ყველაფერზე რომ ლაპარაკობენ, მაგალითად, ხო? და ნუ გამოსდიოდეთ ეგ სფერო. იქ უკვე პირად რუკას გააჩნია რამდენად აქვს შანსი მართლა ეს იუპიტერი ამუშაოს, ისევ გეუბნებით, ხო? იმიტომ რომ ბევრი ამ ასპექტით მინახავს ადამიანები, რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობენ, მაგალითად, მაგრამ დიდად ამ იუპიტერში ეს სიღრმისეულად ვერ არიან, ხო? ზოგადად გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში. მაგალითად მართლა შეიძლება ფილოსოფოსობს ადამიანი, ეს მე ყველაზე ცუდად გამოვლენილ იუპიტერს გეუბნებით, აი ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ იყენებს თავის იუპიტერს, ხო, მაგალითად, ხო? ან არის ახლა იქ უამრავი კომბინაცია დაღმავალთან შეერთებაში იყოს მშვილდოსანში იუპიტერი და კეტავდეს დაღმავალი სერიოზულად იუპიტერულ ენერგიას, ამიტომ ძალიან ბევრი გასათვალისწინებელია. ყველაზე კარგ ვარიანტში ესენი ძალიან ოპტიმისტები არიან, ძალიან საინტერესო მხიარულები არიან, მხიარული ენერგეტიკა, იქ ოპტიმიზმის გამოდის, ხო, შინაგანი და გამოვა რაღაცა იქნება და სხვებთანაც შეიძლება ესეთი ოპტიმიზმიც გაავრცელონ. და ყველაზე კარგ ვარიანტში ეს არის ადამიანი, რომელიც სულ ცდილობს გააფართოვოს ცნობიერება, იმოგზაუროს, ახალი ნახოს, ახალი სამყაროები აღმოაჩინოს. აი ეს ტენდენციაც ძალიან პოზიტიურად აქვს ამ იუპიტერს. იუპიტერი თხის რქებს უკვე სატურნული ენერგია დაკრავთ, ეს არის წარმატების მიღება. აქ ხო გაფართოებაზეა ლაპარაკი და თხის რქა ეს პირიქით არის, ეს არის მოთმინება, ეს არის შინაგანი სტრუქტურის შექმნა, ასეთმა ადამიანებმა წლების განმავლობაში რაღაც უნდა შექმნან თავისი იმიჯი, უმართლებთ მაშინ, როდესაც აი ნოლიდან იწყებენ, მაგალითად დაიწყო ბანკის პირველი თანაშრომელი და ნელა დირექტორი რო გახდება სიტყვაზე, ხო? ამიტომ ამ იუპიტერზე ამბობენ, ცოტა გვიან აღწევს წარმატებას ესეთი ადამიანი, ზუსტად იმიტომ რომ დრო არის საჭირო, იქ სატურნის ენერგია არის. აქ მანძილი, დრო, გამოცდილება არის საჭირო.
და მაშინ იხსნება ამ ადამიანისთვის იუპიტერი ძალიან კარგად უმართლებთ მაგალითად საჯარო სამსახურებში უამრავი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალებიც კი იუპიტერით ხისრქით არიან. ყველაზე ნეგატიური მისი გამოვლენა ეს არის ყველაფერზე მივდივარ, ემოციებს, ოპტიმიზმს, ყველაფერს სტრუქტურაში ვსვამ, ოღონდ წარმატებას მივახციო, ხო, ოღონდ გავლენიანი ფიგურა ვიყო, იმიტომ რომ ხისრქა ზოგადად არის ორგანიზატორი, მართველი და ეს არის მთავარი ღირებულება. ეს იუპიტერი ხო ღირებულებათა სისტემა არის, მათთვის მთავარი ღირებულება არის, რომ მე რაღაცას უნდა მართავდე, იმიტომ რომ მართლა გამოსდით ამ სფეროში, ამბიციურობა ვლინდება მართლობაში, იღბალი ვლინდება მართლობაში. ზოგჯერ შეიძლება გაფართოება, ხა ქალების შემთხვევაში იყოს ხელმძღვანელი პირები, მამაკაცები, ეს ყველაზე ისეთი თემა, მაგალითად, უფროსი საყვარელი, იმან დამაწინაურა და ასე მოვხვდი უმაღლეს თანამდებობაზე. ეს ყველაზე გავრცელებული, აი რაც ახლა გავრცელებულ თემებზე ვილაპარაკეთ, უამრავი ადამიანი, ქალები უფრო მეტად აი ესე რომ მიდიან ხოლმე წინ, ესეთი კარიერული ამ მიმართულებით წასულან, ამიტომაც ლიტერატურაში არის ამ იუპიტერზე, რომ დიდად არ არის თითქოს სახარბიელო მდებარეობა, მაგრამ ბევრი იუპიტერით ხისრქა ვიცი, ასევე სულიერ პრაქტიკებში, დისციპლინით, მყარად დგომით, სტრუქტურის შექმნით, სასწავლო, თქვა თუ პედაგოგი ადამიანი და სასწავლო პროგრამას ქმნის, ძალიან გამართული, პრაგმატული, პრაქტიკული სტრუქტურა იქნება. თუ ადამიანი ვიღაცების გურუა, როგორც იუპიტერული ენერგია, ეს არის ძალიან პრაქტიკული ადამიანი, პრაქტიკულ რჩევებს რო იძლევიან, მაგალითად, ძალიან პრაქტიკულად შეუძლიათ დააყენონ სხვები ფეხზე კონკრეტული რჩევებით, მაგალითად, და არა ფილოსოფიით და ოპტიმიზმით და რწმენით, ხო? აი ძალიან კონკრეტული რჩევები შეიძლება იყოს და აქ ძალიან კარგად ვლინდება ეს იუპიტერი. ძირითადად ეს არის მართველობისკენ მიდრეკილება, ორგანიზატორობა, აი მარტო მე თვითონ ნენელა ავიწყობ ჩემ ცხოვრებას. აი ესეთი იუპიტერი არის. ყველას დაუხმარებლად, მაგალითად, კარგ ვარიანტში, ხო? და რაც უფრო ესეთი ადამიანი არის ემოციურად მყარი და ვისაც იცნობთ იუპიტერით ხისრქებს, ენერგეტიკული ველი აქვს საკმაოდ ესეთი მშვიდი, მყარი, ჩაცმულობაც კი, ჰაბიტუსიც კი ცოტა სოლიდური, სერიოზული აქვს. ეს აი პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ ღირებულებით სისტემას, აი ამ სატურნულ რაღაც ისეთ კლასიკურ, ეხლა უფრო ხშირად გეუბნებით, თორე შეიძლება იუპიტერი მე-11 სახლში იყოს ან რაღაც ისეთი ასპექტი ქონდეს და იცვლებოდეს აქ რაღაცა, მაგრამ კლასიკურად ეს არის ადამიანი, რომელიც კლასიკურად იცმევს, კლასიკურად აი ძალიან დახვეწილი მანერები, ძალიან სერიოზული, აი რო შეხედავ და რო იტყვი, რომ აი ამას ჩავაბარებ ამ საქმეს და კარგად გაუძღვებ, ან სანდო ჰაბიტუსით შეიძლება გამოირჩეოდეს ესეთი ადამიანი. იუპიტერი მეწყული საერთოდ სხვა ენერგეტიკა არის, ეს არის თავისუფლება, ეს არის არასტანდარტულობა, ესეთი ხალხი ძალიან არასტანდარტულები არიან, ძალიან გამოირჩევიან მასისგან, ამ დროს ამ მასაში ძალიან ცოცხლად და კარგად გრძნობენ ხოლმე თავს, იღბალი მეგობრებისგან, IT სფეროებისგან, პირდაპირ IT ისინი მუშაკები არიან ხშირად, ან IT სპეციალისტები, ან პროგრამებთან რო აქვთ ხშირად საქმე, ან მათი სფერო შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებთან გამოკვეთილად, აი ესეც გეუბნებით, აი უმეტესად როგორი ხალხი შეიძლება ვნახოთ იუპიტერი მეწყვილ. დიდი გაფართოება სტრატეგიულ კომუნიკაციაში, რაც ახალი არის, რაც თანამედროვე არის, ყველაზე მეტად დროს რო უსწრებს, მაგალითად, ყველაფრით ინტერესდებიან, რაც დროს უსწრებს. მეწყული ასტროლოგიაც არის, ასტრონომიაც არის, სამეცნიერო სფეროც არის, მაგალითად შეიძლება მაგ სფეროებში იყვნენ სამეცნიერო სფეროებში, შეიძლება იყვნენ სოციალური მუშაკები ან სოციალურ თემებზე რომ მუშაობენ ისეთი ხალხი, იმიტომ რომ მეწყული ჯგუფები არის, ჯგუფში მუშაობა შეიძლება უყვარდეთ, ხალხთან ურთიერთობა უყვარდეთ, მასებთან გასვლა უყვარდეთ, გააჩნია ხა შავ მთვარე კერჩხებშია, ან მე-11 სახლში სატურნია, ან რაღაცა ესეთი შეიძლება იყოს სხვა სურათია, მაგრამ იდეა რომ ჩემი
ღირებულებათა სისტემა ეს არის თავისუფლება, თავისუფალ პროფესიებში შეიძლება მქონდეს წარმატება, შეიძლება მქონდეს ინტერესი, უფრო გაფართოების მაგალითად, ხო, გაფართოება როგორ აი ჩემი იდეები გავიტანო სადღაც, ხო? ეს მე-11 სახლის მეგობრებო და მერწყული ზოგადად არის გონება. ეს არის იდეები, ეს არის ჰუმანიზმიც, ეს არის ჰუმანური იდეები, ეს არის რაღაც გლობალური იდეები და აი ეს შინაგანი ენერგია შეიძლება კონდეთ, რომ აი მე ჩემი იდეები მინდა რომ რაღაცნაირად გავიტანო ხალხში, ხო, ხალხი მჭირდება ამისთვის და ძალიან კარგად მუშაობენ ჯგუფებში, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ჰუმანურ თემებთან მაგალითად და თავისუფლების იდეასთან, ძალიან თავისუფლების მოყვარეები არიან. ნეგატიური კუთხით შეიძლება გამოვლინდეს, რომ აი საერთო ტრადიციული არაფერი არ გქონდეთ, ჩემთვის ეს არ არის ნეგატივი, მაგრამ აიც აი როგორ გითხრათ, იუპიტერ მერწყულს ვერ გამოიყვან ტრადიციული ქართველი თავისი აი ჰაბიტუსით და რაღაცა რა ნაკლებად თავისუფლები არიან, ხო? ძალიან ბევრ სპორტსმენს აქვს, სხვათა შორის იუპიტერი მერწყულში ფეხბურთელებს უფრო აი გუნდთან მუშაობაში, ვინც არის ჩართული ხალხთან ერთად, აი ჯგუფში, პირდაპირ ამ იუპიტერის ენერგიას აჩვენებს, ხო? მე-11 სახლშიც ეს არის დიდი იღბალი იდეებში, სოციალურ ქსელებში მაგალითად, კავშირების ძიებაში და ძალიან კარგი ბლოგერებიც ასევე ხდებიან ხოლმე იუპიტერი მე-11 სახლელები ზუსტად ამიტომ, რომ ჩემი იღბალი არის მასაში, ტექნოლოგიებში, მაგალითად და კოლექტივთან, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, არა სასწორული საზოგადოება, ეს არის მერწყული უფრო მასები. ძალიან ბევრი სილამაზის სალონები აქვს, სხვა შორის იუპიტერ მერწყულებს და აი მანდაც ზუსტად ეს არის მერწყული, ყველა კატეგორიის ხალხი აერთიანებ ყველა სოციალურ ჯგუფს მაგალითად და ყველასთან მუშაობ, ხო? აი ესეთი ტენდენციების, ანუ ყველას რო აერთიანებენ ერთ სივრცეში, იუპიტერ მერწყულებს ეს ახასიათებს ძალიან კარგად და ეს არის იდეების გაფართოება, ეს არის თავისუფლების გაფართოება და მანდაც უყურებთ ხოლმე უკვე მთლიანობაში, რუკაში ეს როგორ შეიძლება ვლინდებოდეს. იღბალი მეგობრებისგან, მთავარი ღირებულება და ფასეულობა ჩემთვის მეგობრებია, აი ასე ამბობენ ხოლმე ხშირად და აი ამას თლად ესე იუპიტერ მე-11 სახლზე ესე პირდაპირ ვერ ვიტყვით, მაგრამ იუპიტერ მერწყულში ძალიან მეგობრულები შეიძლება იყვნენ, ძალიან ჰუმანურები, ძალიან აი ბოლომდე რომ მეგობრებს შეიძლება დაუდგნენ გვერდში, ადამიანური სიყვარული, ესე რომ ვთქვათ, აი ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა რომ ძალიან მაღალ დონეზე აქვთ, ძალიან გამოკვეთილად შეიძლება გამოვლინდეს ხოლმე. ყველას აქვს თავისი პლუსი და მინუსი, აი თავისი ცოტა იცით, ხა მეც ჩემი იუპიტერის ზონაში მაქვს ნეგატიური თვისებები და სულ მაგასთან ჭიდილში ვარ მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს იუპიტერი კარგი თვისებებით, ყოველთვის ვავლენთ რაღაც გადაჭარბებას, ან სადღაც შეიძლება გადავაჭარბოთ იმაში, რომ აი ამის გამო რომ ეს ღირებულებათა სისტემა დავიცვა, ბევრ რაღაცაზე ვამბობ მე უარ სიტყვაზე იუპიტერი მშვილდოსანს შეიძლება ეს კონდეს რომ აი იმდენად ოპტიმისტი ვარ და იმდენად გაფართოებაზე ვარ ორიენტირებული რომ აი სულ ამ გლობალურ თემაში ვიყო და წვრილმანებს ვეღარ ვამჩნევდე მაგალითად ხო ცხოვრებისეული წვრილმანები მაგალითად ხო აი ყველას აქვს ეს გასათვალისწინებელი დასაკვირვებელი და გასაანალიზებელი იმიტომ რომ იღბალი უფრო აი ესე ამ მიმართულებით მოდის ხო რამდენად შეგვიძლია ჩვენ დავიჭიროთ ზომიერება იუპიტერის ზონაში არც გადავაჭარბოთ და არც გავაჩეროთ იუპიტერი საერთოდ ხო იუპიტერი თევზებში მეგობრებო ეს საკმაოდ დიდუმალი ნიშანია თევზები ჩვენთან ყველაზე გამოკვეთილი ასევე IT სფერო შეიძლება იყოს იმიტომ რომ თევზები რა არის სადღაც ჩემთვის ვივარ და ან ონლაინ მუშაობ მაგალითად ან ფსიქოთერაპევტი ვარ მაგალითად, იმიტომ რომ თევზები პირდაპირ ან მე-12 სახლის ეს არის ფსიქოლოგია, ეზოთერული პრაქტიკები, დაფარული სფეროც ასევე და ყველაზე მარტივს გეტყვით ზოგჯერ შეიძლება ძალიან კარგი კულინარი იყოს ადამიანი, იმიტომ რომ შემოქმედებითი სფეროც ასევე თევზები არის. შეიძლება ადამიანს ძალიან კარგად გამოსდიოდეს ისეთი სფეროები, სადაც შთაგონება არის საჭირო, სადაც ნახაცის მოგონება, მოფიქრება არის საჭირო, ხო? იმიტომ რომ თევზები ჩვენთან კარგი გამოგონებელი არის, კარგი ფანტაზია
ფანტაზიური არის. მარტივად შეიძლება ფოტოგრაფია აინტერესებდეთ, ფოტოგრაფიის სფეროში, იმიტომ რომ აქაც წარმოსახვითი სამყარო არის საჭირო, რაღაც ფრთილების შერჩევა, აი განწყობის დაჭერა, მაგალითად ემოციის ჩადება, ეს იუპიტერი თევზებს ახასიათებს ძალიან აქტიურად, მოგზაურობა იზიდავთ, სადღაც ჩაკეტილად არიან, აი არ არის ეს იუპიტერი, რომ გათქვას ყველაფერი თავის თავზე მაგალითად, ყველგან ილაპარაკოს. აი უფრო არის იუპიტერი თევზი შინაგანად, აი ჩუმი უფრო მდუმარე, უფრო სხვებს რო უსმეს, უფრო აი მისი მთავარი გაფართოება ვლინდება, სადაც არის უფრო აი ჩუმად სადღაც ჩემთვის ვზივარ და ვაკვირდები, აი შინაგანას ვწავლობ ამ გარემოს, ხო? ან შემოქმედებითი ენერგია მთავარი, რომ ესენი იყვნენ ძალიან ფანტაზიის უსაზღვრო დონის, კარგი ფოტოგრაფები, კარგი მაგალითად ადამიანი, რომელიც ინტერნეტ სფეროში რაღაცებს იგონებს, ხაზავს რაღაცებს, მაგალითად დიზაინერი იყოს ადამიანი, ხო? ინტერნეტის კომპიუტერული გრაფიკით ქმნიდეს რაღაც ხელოვნების, რაღაც ნიმუშებს, ან კონდეს მაგალითად კარგი ხედვები, მაგ მიმართულებით, აქ აძლევს იუპიტერი თევზებში ძალიან კარგ გაფართოებას. უცხოელებთანაც არის ეს ურთიერთობა, სიმშვიდე უყვართ, ბუნება უყვართ, სადაც სიმშვიდე არის, სადაც აი სულიერი თავისუფლება არის. აი იუპიტერი მეწყული თუ პირიქით სულ ხალხში უნდა ან ჯგუფები და აბედნიერებს მაგალითად ხალხმრავლობა, იუპიტერ თევზებს აბედნიერებს შეიძლება ან ზღვაზე ყოფნა, ან ბუნებაში დასვენება, ან მუშაობა, სადაც შვიდი წყნარი გარემოა, სადაც საკუთარი ხმა ან სხვების შინაგანი ხმა ესმის ძალიან კარგად მაგალითად, ხო? უმართლებთ, სადაც ქველმოქმედება შეიძლება გამოავლინონ, მაგალითად ქველმოქმედება ეს თევზები არის, სხვების მოსმენა, სხვების რაღაც დახმარება, მაგალითად ამ სფეროებშიც უმართლებს, სადაც დახმარება არის საჭირო, თუნდაც იგივე ფსიქოთერაპიაც, ამიტომ ვახსენე, სადაც ემოციურად ეხმარები ადამიანებს, სამედიცინო სფეროში უფრო მეძდები არიან ხშირად ამ იუპიტერით, ან ისეთი ადამიანები, რომელიც კრიტიკულ მომენტში შეიძლება გვერდში უდგებოდეს სხვას, იგივე ფსიქოთერაპია, რაც გითხარით, ყველაზე გავრცელებული არის, ხოლმე, ან ხელოვნების სფერო, ან წარმოსახვა და ფანტაზია, რომ ჩემი გაფართოების შესაძლებლობა ხდება მაგალითად, ხო? ემიგრაციაც გარკვეულწილად შედის თევზებში, უცხო მიწები, უცხო მხარეები მაგალითად, აი ამ სფეროებში კარგი შესაძლებლობები აქვთ. დაზვერვის სფერო, საიდუმლო სამსახურები, იქ სადაც საიდუმლოება არის საჭირო დავიცვა, ან ჩემთვის მოგებიანი არის სამსახურში ყოფნა, იმიტომ რომ მე შემიძლია საიდუმლოებების შენახვა, მე ჩუმად ფარულად შეიძლება მოქმედებ და ეს აფართოებს ჩემს შესაძლებლობებს, ხო? აი ესე ვლინდება ხოლმე ეს იუპიტერი. ძალიან მოკლედ ვეცადე, მთავარი, აი პრაქტიკული ამიხსნა, იმიტომ რომ აი ლიტერატურაში ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა წერია, რაც პრაქტიკულად არ არის ხოლმე მთლად აქტუალური, აქტიური და ვეცადე უფრო ეს ამ კუთხით შემეხედა თქვენთვის იუპიტერისთვის და ველოდები ხოლმე თქვენს კომენტარებს, ამიწერეთ რა გაიგეთ, რა ვერ გაიგეთ. მე ქირონზე მაგ დასასრულებელი ასევე ესეთი ვიდეო. და შეგიძლიათ თქვენ თხოვნებით დამიწეროთ, რა უფრო გაინტერესებთ, რაზე გავაკეთო ხოლმე აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უკვე 800 ვიდეო მაქვს ჩაწერილი, მაინც ვაგრძელებთ თქვენთვის ვიდეოების წერას, რაიც ის როგორ გამოგადგებათ მაგალითად და დროებით მეგობრებო.